ალექსანდრე ნატარაძე 7 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და ფეხბურთი. უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა რო დავიწყე, ვიყავი 2 წლის. ახლა ჩემ კლასში ყველაზე კარგად მევხატო. მე ვიცი ყველაფრის ხატვა. მაგალითად მანქანის, თითიყორშის, მამალის, თის, ადამიანის, ყველაზე ხელად ხატავ მთას. ყველაზე რთულია ვულკანის და ლავის დახატვა. ყველაზე ადვილია დედამიწის დახატვა. აქ რაც ხატია, სურათებში რაც ხატია მთლიანად, იქნების დახატვა შემიძლია. მე ვინახავ ჩემ ნახატებს. სახლში მე აქვს 50 კარგი ნახატი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ ყველაზე რო არ დამავიწყდეს ხატვა და კარგად რო ვხატო და ყველაფერში რო პირველი ვიყო ხატვაში. სოფელში მინდოდა ნახატების გაყიდვა, მაგრამ ყიდველი არ იყო. მაგალითად მე გავყიდი 10 რალში, 5 რალში, 1 რალში, 2 რალში. მე როცა მაქვს ფული, არაფერში არ ვხარჯავ. ზოგჯერ ჩემ ძმას რო ჭირდება, მაშინ ვაძლევ. ახლა მაქვს შეგროვებული 400 რალი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდი მაგალითად ბინას, მანქანას, ტელეფონს, აიფონს და ავაწყობ ცხოვრებას. როცა სტუმარი მყავს და კარგი ნახატი რო ხატავ, მაგას ვაძრო სულ სტუმარს. აჩუქებ. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ბოლოს მაჩუქეს მანქანები, მარკერები, ვრეული. მოლბეტი არის ჩემი ოცნების საჩუქარი. მე ასევე მიყვარს ფეხბურთის თამაში. ფეხბურთს არ დავდივარ, მაგრამ მაინც კარგად ვთამაშობ. მე ვარ ძალიან კარგი თავდასხმელი. მიყვარს გოლების გატანა და ძალიან ბევრი გოლი გამაქვს. ერთხელ გავიტანე ძალიან ლამაზი გოლი. ბუცე მეცვა და რო დავარტყი, პირდა მეკარა შვაში დავარტყი და არ ვიცი გოლი როგორ გავიტანე. სახლში მაქვს ხოჭა კვარაცხელიას ფორმა. მე მინდა მქონდეს თეთრი წითელი ფორმა. უკან დაეწერა 7-იან და ნატარით. საქართველოს ნაკრებშიც ვითამაშობდი 7 ნომრით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხოჭა. საყვარელი გუნდია PSG. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები მყავს, კარგი მასწავლებელი მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია გიო მშვიდობაცი. ყველაზე ცელქია ელენე მციმნარიც. ყველაზე მშვიდია ნია დავითაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და წყნარი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელი ლელა ბერსენაძე. ძალიან კარგი მასწავლებელია და მიყვარს. ყველა ბავშვს უყვარს ლელა ბერსენაძე. კარგად გვასწავლის და არ ყვირის და შენიშვნებსაც არ გვაძლევს. რო გავხდები მინდა გამოვიდე პოლიციელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი ხალკი. ახლა მინდა 10 წლის რო ვიყო, იმიტომ რომ დიდი რო ვიყო და მე-5 კლასში რო ვიყო. სახლში ვცხოვრობთ მე და ძმა, დედა, მამა. კიდევ მინდა ყავდეს 2 ძმა და 3 და. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია გიო. ხანდახან მაბრაზებს. ხანდახან მეც გვაბრაზებ. ისე ჭკვიანი ბიჭია და უყვარს ფეხბურთი. ჩემი და არის 1 წლის და ქვია მარი. ის არის პრანჭია, ლამაზი, ცოტა ტირის, ხოლო კიდევ უყვარს ჭამა. ჩემი ზაზრით მარი რო გაიზრდება, გამოვა ექიმი და გიო გამოვა მასწავლებელი. მამიკო არის შობელი და სიმპათიური. რასაც დამბირდება, ყველაფერს მისრულებს. დედიკო არის ლამაზი
და ბედნიერი და არ მიყვირის, ძალიან უყვარვარ და სულ მეხუტება და რასაც ვაჩუქებ, მაშინ მკოცნის და მეხუტება. რო არ ვაჩუქო მაშინაც. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული соуზი. ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კვერცხი. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ბორშს. ახლა მყავს ძალიან კარგი და ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ ვიყავ იქნები 30 წლის. შვილებს დავარქმევ გიოს, ელენეს, სარას და დემეს. ჩემ ცოლს დავარქმევ ევას. ჩემი საყვარელი მორთმევია მისტები. ჯადოსნურ ჯოქენა მქონდეს, გავაჩენდი iPhone-ს და პლანშეტს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია ჩემი ბახალი გიო. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რა არის ბედნიერება? მაგალითად, ჩემი აზრით, ბედნიერება არის კარგად მოქცევა, ხიარულად, კარგად რო იცეკო, კარგად რო იყო ცხოვრებაში და ცუდად რო არ იყო ცხოვრებაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.